მოკლედ რაიმენ რუცის მეორე სერიაზე ვართ მეგობრებო, ეხლა მოსული ბიჭები. აგე დოკი ატო რატო ქია ატო არ მითხრა? კი კარგად ირითმე მაგაზი ატო რატო ქია რატო? ვეკილი, ხო? ხო და ეს ხალხი უფრო ხშირად თანხმობენ, მოდი ვეკილიდან დავიწყოთ. აბა რა ხდება, როგორ მოემზადე? რა ბაზარია ვაფშე, რა ხდება? ხო, მომზადებას რაც შეეხება, არც ისე წარმატებულად წარიმართა ეს პროცესი. რატო? რატომღაც мотиваცია ვერ ვიპოვე ჩემ თავში. ბოლო და რომ მომზადებული ყავდი? რომ ებეცვალა. ბოლო ორ კვირაში დავკარგი უпростоრად ეს мотиваცია. მაგრამ დიჩის შევკვიდი რომ მოვალ და უიბეცლავო მეთქი რა და მაგიტომაც მოვედი და თან რაღაც პონჩი მინდა რომ ჩემი თავი გამოვცადო. იმიტომ რომ ვეთლაობდი აქამდე პირველია თუ პირველი არის ამ ხელა საზოგადოებაში, მაგრამ ისე ანდერგრაუნდებში ვცდილობდი რომ ძმაკაცებთან მე შაირა. ხო და ვფიქრობ რომ მომზადებული დიდად არ ვარ, მაგრამ მაინც მაქვს საკუთარი თავის რწმენა და წესით უნდა გავაკეთო ის რაც მინდოდა იმ მომენტში როცა мотиваცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში არანაირი мотиваცია არ გამოჩნდა. რამეს ცხოვრებისეულია რაღაცა თუ არ ეთქმის თუ რა ვიცი. არა, რა არის იცი? თავიდან იმდენად დიდი мотиваცია მქონდა და რო დავიწყე ტექსტების წერა და მე სადღაცას რო გავწყვიტი ეს წერა, მომზადება, ამან იქონია გავლენა რა, რომ მე ვეღარ დავიბრუნე იგივე мотиваცია, იმიტომ რომ ვეღარ ხედავდი რაღაცა პერსპექტივას ვერ ხედავდი მსგავს ვერაფერს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მომზადებელი ვარ და არ დამიწერია, არ მიმუშავია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს ვცემ პატივს. ოპონენტის მიმართ როგორ? ოპონენტის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ როგორც ადამიანი მართლა კაი ადამიანი არის და როგორც ბეთლემში დოკის მაკაცია და დოკის იცნობს? დოკის მაკაცია და მიხარია რომ აკაპელა ბეთლები დაბრუნდა თან ესე რო დაბრუნდა და არა ისე როგორც დაიწყო თავის დროზე. იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეს არის ნამდვილი ბეთლი რა. მოკლედ წააგებ, მოიგებ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია პრინციპში მონაწილეობის მიღება და მე პოდკასტში გეპატიჟებით მოვაგე ვლოგში და თუ გესიამოვნება აუცილებლად მოდი და ბიჭები გიყვნენ მაგე ჩემთან და კი ვიცი ვუყურე და ვუყურე. ეხლა შენ მოგვიყევი, აბა რა ხდება, როგორ არის? რავი, აგერ მოსული ვარ. პირველი ბეთლის თემაში ხო ნახეთ როგორ და რა იყო და ეხლა დავუშვათ ჩემთვის რა არის განსხვავება, ანუ იქიდან აქამდე როგორ განვითარდა თემები. ანუ ახლა თემა ისაა რომ არტისტმა ანუ სტიჩი პირველ რიგში უნდა დაამტკიცოს. სტიჩი არა, დაი ვარ გაკეთეს. სტიჩიც აგერ იყოს რა. ჩვენთან იყოს. მოკლედ სტიჩი თავისთავად უნდა დაამტკიცოს, რასაც წერს ის უნდა გამოიტანოს. ტელეფონი არ უნდა ისაქნა სასწავლო. ხო, ანუ ახლა უნდა დაამტკიცოს თავი. ხო, მაგრამ ჯერ შენზე გვებაზრე. რა ხდა ანუ უფრო მეტად კიდე განავითარეს სკილები თუ რაც იყო პრინციპში ხა პირველი რაც საჩვენი უკვე დონე იყო ძმაო ხა ფაქტია. ხო ანუ აწირავი დელივერიზე უფრო მეტად ვიმუშავებ და იქ იქნება რა ახლა მოსული ვარ ნერვები მახოშლილი იმიტომ რომ ჩემი ბეთლი არ არის და ჩემი მინდა რომ იყოს ახლა დღესაც ვა მაგრამ ნუ რავი ახლა შემდეგ პოტენციურ ოპონენტებს დავაკვირდები სეზონზე ვინ იქნებიან რა იქნებიან რაც უფრო მოიცა ეს ახლა კამერის გარეთ ასტუგნე ანუ დღეს ერთი ტარდება მარტო ორი ტარდება მაგრამ ჩემი არ არის არც ერთი ა შენ ვაფშე არა ხარ ხო ამ გამფიშა მე კიდე ხო შენ არა ხარ პრინციპში ხო მე უცებ გავიჩე მეთქი მეგონა რომ შენ იყავი და პროსტა შენი ბეთლი გადაიღო არა აგერ ატოს და ამატერასუს აქვს ბეთლი ეკილოს და სტიჩის ბაზარი მე მოსული ვარ ვაკვირდები რა დონის ხალხი გამოვა სეზონზე რაც უფრო მაღალი დონის ხალხთან მოვიგებ სეზონს მით უკეთესი ჩემთვის. ხო, ერთი სერიოზული ფალავონი კი დაამარცხა პირველივეზე, ძმაო მოგითხრა. ჯის. კი ბატონო და რავი, ვაფშე და მინდა რომ ყველა ვისაც დავამარცხებ, ისეთი იყოს, რომ სალაპარაკო იყოს, რომ ესეთი დავამარცხე რა. ანუ მინდა რომ ყველა კარგი MC იყოს, ვისაც დავამარცხებ მომავალში. ტრეკების ამბავში? ერთი ჩავწერეთ მე და დივაინამ. ნახებ, ძალიან კაი იყო. კი. ხო, ანუ ჩემთვის არ იყო ჩემი ნაწილი მსად კარგი, მაგრამ არა უშავს. პირველისთვის ნორმალური იყო და იქ-იქ დავხვეწავ მაგ ამბავს, რავი, ტრეკებზეც უკვე ანუ ოღონდ ახლა შემდეგი ტრეკი ვეჭოლი კლიპით და რაღაცით მინდა, მარტო რაღაც ფოტოზე დავადო აღარ მინდა რა. ო, აზარი. თუ გავაკეთებ რამე სერიოზულს გავაკეთებ მართლა რა, ანუ ისეთი აღარ მინდა. შენსკენ ბონუს პოდკასტზე კი იყავი ჩემთან და რა ხდება, როგორ ხარ შემზადებული? რავი, მომზადებული. თამამად, მომზადებული ვარ 100%-ით. რავი, დღეს შეერი მოვედი რომ შევჭამო რა. ხო, აქ
კაი შემწვარი, შავ ცეცხლზე შემწვარი ბიჭები არიან და შეხედი, სადაც ლაპარაკობს იმები. არა მგონი არ ვაფარებ. ავი მზად ვარ 100%-ით, ერთი სული მაქვს, როდის დავდგები აი შუაში და როდის დავიწყებ ჩემი რაუნდების ბაზარს რა. აი მაგარ მუღამში ვარ. ჩემი პირველი ბეთლია თან, არასდროს არ მქონია ესე დაჟეც მაგასთან არ მქონია ბეთლავები. ხო და რავი რა, იმედია კაი გამოვა რა. რაუნდები მოვისმინე მე პირადად ამ კაცის და რა ვიცი, ძალიან სერიოზულია. აი ძალიან სერიოზულია მართლა. აგი რეპერი ხალხი მოდი, ეს გამარჯოს. წარმატებები შენ არხის ძმაო. მართლა ბევრს შრომობ. ხო უკვე რა გაიწელა ძალიან, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად რა. ერთ სასწაული მოხდება და მოხვალ. ხო და ანუ მინდა რომ ყველაფერი გამოგივიდეს რაც გაქვს. გენაცვლებული მართლა ბევრს შრომობ და აი რა ვიცი, ცოტა გამართლებაც გინდა მეტი რომ ყველაფერი გამოგივიდეს რა. დღეს რას ფიქრობ თუ არავისკენ არ ახეს კონკრეტულად? მიკერძოებული თემა არ არის. არა, ხო ეგრე არ ვარ, ანუ იმედი მაქვს მაგარი ბეთლები იქნება და ბიჭები თავს ისე წარმოაჩენენ როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ. всё, ოკეი, ბაზარი არ არის. ბაზარი არ არის. წარმატებები. აი ხა. დღეს ბეთლაობს დიჩი, ჩვენს მაგარი იმაშოვით ხო. ჩვენი სტუმარია დიჩი. აბა რა ხდება? როგორ არის? იმდენად ხშირად ახლა ჩემ ახსენე წეღავი უნებოდი რომ უნდა დაგაწყევინო მუშაობა ჩემთან ახსენეთ. რა ხდება? მოლოდინები როგორია? ბიჭო, მოლოდინები რავი, ანუ საკაიფოდ კარგი, ამ მეორე ბეთლზე ბევრად უფრო უკეთესი შედეგი გვაქვს. უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა, მადლობა ყველას ამისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ, ვინც ისე მხარი დაგუჭირა, მოკლედ, აქვე მინდა გავაჟღერო ეგ ამბავი. და ნუ რავი, უკეთ ვართ რა. და შემდეგ კიდევ უკეთესად ყოფნას ველოდებით, რომ მე არტისტებიც ბევრად უფრო უკეთ იყვნენ სტეიჯზე. რაღაცა მყუდრო თემაა თანახ დედაენა ბარში და ძალიან ისეთი ის არის რა რაღაცა. კი, აი ეს ბარი არ ვიცი უბრალოდ ყველანაირად ცდილობს რომ მხარი დაგუჭიროს და ანუ ეს უნდა ვახსენოთ იმ ბარის განსხვავდება უჭველი რა. წინა ბარი არ იყო ნახსენები, მაგრამ ამ ბარის რეკლამას აუცილებლად ჩვენი ვიდეოდან არ ამოვიღებთ არანაირად. ტრეკებისთვის ვერ იცლი. ტრეკებისთვის კი არა, ვერაფრისთვის ვერ ვიცლი, ერთადერთი რაღაც დროს პოულობ ხოლმე რომ ბავშვი გავიყვანა ხოლმე სასეირნოდ. და სხვა დრო არ მაქვს. ეგ თავარია, კი. ეგ თავარია. წარმატებები ძმა, მაშინ და მეც აქა ვარ და გადმოხედავ რა არის, როგორ არის და დღეს უფრო მაინც პირველი თემა რაც იყო ძალიან კაი იყო და მეორეზე წეს უფრო უკეთესი უნდა იყოს და. კი და სხვათა შორის ნუ დავასპოილერებ ესე რომ მოვისმინე ერთი არტისტის რაუნდები უკვე რაღაც ნაწილი რა და მოლოდინს გადააჭერა არ ველოდი რა. ასე რომ არის. არა, მაგ ყველაფერს ნახავთ ჩვენს არხზე რაიმინდროზე და ხო გამოიწერეთ ეს არქივი უჭველი, იმიტომ რომ ადამიანი შრომობს, აკეთებს რაც თვითონ მოსწონს იმას პირველ რიგში და შემდეგ თუ უყურებ რა თქმა უნდა იმას რაც შენ მოგწონს, ხო და ეგ ბაზარი უნდა დაფასდეს რა. უფასოა თან. გვერდჩია ტერფერატორი და რაღაცები ჩაქვს. არა უშავს, ტერფერატორი მე გავსემპლავთ ამას და ბიც გავაკეთებ. ადამიანები ვინც მაგ ამბავს გადაწყობენ, მაგრამ ორივეს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც დღეს აქ გააკეთეთ. მე შენი შესაძლებლობები არ უწოდი, არც პირადად არ გიცნობდი ბეთლის ჩამეშნამდე და შენგან არც მოლოდინები მქონდა და არც არაფერი. ამას ვიცნობდი, მაგრამ აი ამისგან ამდენად არ ველოდე დღევანდელ დღეს. მართლა ეს ჩემი წესრიგია. ახლა კი მინდა ჟიურისთვის შევქმნათ ერთი განსაკუთრებული ხმაური, სამი პირველი ბეთლი ჩატარდა, რა თქმა უნდა, ხა გამარჯვებულს და წაგებულს არ ვთქვით ვინ არის, მაგრამ ელი არის ჟიურში და ემოციები როგორია რა. აუ რავი გავასწორა. ეს ორივე ბიჭი ვიცოდი მე, ოღონდ ვიცოდი ტრეკებიდან და არ ველოდი რომ აკაპელო ბეწლშიც ამას იზავდნენ რა. არა, ამატერასო იყო ძალიან ისეთი რაღაც. ძალიან ამოუცნობადი. წარე რა. ტოქში ესე რომ ვთქვა, ენტერტეინერი არის ძალიან მაგარი.
აჰა. შენაშვები როგორ ახლა? მაგრად. ჟიურისწორად როგორ იგზენით და როგორ შეგრძნება? არა, პირველად არ ვარ რა, მაგრამ ადრე ყოფილ ვარ PvP-ზე, მაგრამ ესე? არა, ეს ქულები და რაღაცა პირველად დავწერე უეჭველი. არა, განწყობა კაია. კი, მაგრამ ასწორებს. კონკრეტულად ვინმესკენ ხო არა ხარ მიკერძოებული და რამე? არა, არ ვიცნობ, დღეს გავიცანი ყველა, ამიტომ არა, ნუ სტიჩის გარდა, მაგრამ ტრეკები სადაა რომ დამპირდი? ჩემ ლაივში რო იბაზრე, სადაა ტრეკები? ტრეკები. რაც თავია ფაქტი ხო დავდერო არსებობს. კი, ვარ ვიგონებ. ჩემ ლაივში. წეგან აუ, საღო. გოჩა, რომ მოიცი ორი წუთი მოდი. ხო და წეგან ნათიათ მაგაზე მეჩხუბებოდა რომ ეხა სად არისო ტრეკებიო და ტრეკები. შეშალე, ვერ ჩამოიტანეს. არა, ჩამეიტანეს, ყველაფერი ჩამეიტანეს. მოვიდეს და მოვიყვან მაგის დედა შევეცი, მე ვიყვან, მოვიდეს. სიგარეტის მოწევა მინდა გოჩას ებაზრე. არ მოწიოთ, ბევრი. ორი წამი რა წაგახსნა. კი ბატონო, წავაი. ძალიან დიდი ხანი არ არის გასული რაც პოდკასტში ვიყავი ძმაო და კი ბატონო. არა მაინც პირველი ბეთლი უკვე ჩატარა რა თქმა უნდა წაგებული მოგებულს ხა ვერ ვთქვით მაგრამ შეგზნება როგორია ხო იმიტომ რომ ვერ ვთქვით ყველა მაგრამ მეც მომ მაგრობის სიამოვნე ამ ოპერაციას და ვაფშე არ ველოდებოდი ესეთი წარემწარე თემები იყო და შენ როგორი ძალიან კაი იყო მე გამის მეტი უნდა ყოფილიყო კიდე აი ბოლომდე ჩაჭერა უნდა ყოფილიყო არა რაც ხო გასწორა შენ მაინც აგვისელი ოთხკუთხედი რიცხვები რა რო დაიდება ანუ ატო როგორი იყო იცი აი ერთფეროვანს ფულის პოპა და ერთფეროვანი არა თვითონ აი წარმოგიდგინე ვეფხისტყაოსანი ხო წაგეკითხავს გახსოვს როგორ არის ეს 4-4 ეს სტროფები რა და ეგეთი სეტაპი პანჩლაინი ქონდა რა და ბალანსირებულად ხო მე გამისწორდა პელე თქვა რომ ცოტა ანუ როგორ არის ცი პელე იმის გამო რომ პირველ ორ წიანდადებას რო იტყვი პელე მუკვდება მესამე მეოთხე წიანდადება რა იქნება და მაგას ანუ გატრუხებული აქვს პელე მაგიტოა პელე ხო მეც ხვდები მაგრამ მე მისწორდება ანუ რა პირიქით მისწორდება რომ ანუ ვიცი რომ კარგადაა რა შეკრულია და ლამაზად და კარგადაა გაკეთებული რა ასე შემდეგი ბეთლისგან რასელოდები შემთხვევით ხო არ ვიცნობ ბიჭებს არ ვიცნობ და თელი მუღამი მაგაშია რომ არ ვიცნობ რა ეხა აი PvP-ზე ხა ტიპები სანამ გამოვლენ ზოგს პირადად ვიცნობ ზოგს ლაივში ვისმენ ზოგი რაღაცა რა ან საიდანღაც ვიცნობ და ეხა აქ რო გამოდიან ბიჭები იმენა არ ვიცნობ რა და მაგათი სტილიც არ ვიცი და ეგ უფრო кайფო მომენტ ხო ჩემთვის ამე მაგრამ кайფო მაგით პოდკასტი როგორ მოგეწონა ზაგადო ერთი 4-5 მომენტია ჩემი საყვარელი იმენა ცალკე უნდა მოვჭრა დავდო მე ლინკი იქნება აღწერაში და ნახეთ всё მაიტა აი ბიჭო გაიზრდება სალარო Yo! პირველი რაუნდი. სტიჩი